გამარჯობათ, როგორც მე გითხარით, ვიჯიზე დაიწყება პროგრამა ნერვოს გაკვეთილები და ასევე ისიც გითხარით, რომ განგიმართეთ უბრალოდ რომ ნერო არის ის პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ, რაც შეიძლება სწრაფად გადაიტანოთ ნებისმიერი ფაილი თქვენს დისკზე. იქნება ეს მუსიკა, ფილმი თუ რაიმე დოკუმენტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ეს გაკვეთილი არის გადაღებული ნეროს ბოლო ვერსიაზე, ნერო 9 ქვია მას. და მისი ინტერფეისი ძალიან ლამაზია, მე მომწონს პირადად. ესე იგი დავიწყოთ. მივიტანეთ მაუსი ნეროს ლოგოზე, რომელიც არის ამ ინტერფეისის მარცხენა ქვედა კუთხეში. დავუჭერთ მას და გაიხსნება ჩამონათვალი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა Nero Express. დავაჭიროთ მას. და გაიხსნება ახალი პანჯარა. აქ არის Nero გვეუბნება, გვეკითხება თუ რისი ჩაწერა გვინდა. ამ შემთხვევაში მე მინდა ჩავზერო მუსიკები. დავაჭერთ შესაბამის ლოგოს. და კვლავ გაიხსნება ახალი პანჯარა. და აქ უკვე გვეკითხება თუ რა ტიპის ან რა სახის დისკზე გვინდა ჩაწერა ჩვენი მუსიკების. ამ შემთხვევაში მე მინდა ჩაულებრივი აუდიო CD შევქმნა. დავაჭერ მას. და კვლავ გაიხსნება ახალი პანჯარა. აქ უკვე იქნება ყველანაირი ინფორმაცია იმ მუსიკებზე, რომელსაც მე ჩავამატებ დისკზე. აქ არის რამოდენიმე ღილაკი. პირველი ღილაკი ეს არის add, აქეთ ამას რომ დავაჭერთ, იქნება გაიხსნება ჩვენი კომპიუტერის მეხსიერება, რომლიდანაც უნდა გადმოვიტანოთ მუსიკები ამ ნეროში. ხოლო თქვა და გვინდა შემდგომ რომელიმე მუსიკის წაშლა, და მოვნიშნავთ ამ მუსიკას და დავაჭერთ remove და ეს მუსიკა ამოვარდება. აქვე შეგიძლიათ ნებისმიერ მუსიკას მოусმინოთ. ამოვარჩიოთ, გჭირდებათ ეს მუსიკა თუ არ გჭირდებათ. ეს არის დამატებითი პარამეტრების პანჯარა, ცალკე სხვა დროს იყოს. დიახ, შემდეგ აქ არის ორი მოსანიშნი ფუნქცია. ეს არის პირველი ეს არის რომ ეს ნებისმიერი მუსიკა იყოს ნორმალური, არანაირი დამატებები არ მას არ კონდეს. ხოლო მეორე ფუნქცია არის ამას თუ მოვნიშნავთ, პაუზები აღარ იქნება მუსიკებს შორის, ან რაღაც სიჩუმე აღარ იქნება მუსიკაზე პირდაპირ გადაებმევა. ხოლო აქ არის გრძელი ხაზი, ეს არის აქ როგორც ატყობთ არის წუთების მაჩვენებელი, ანუ საერთოდ ჯამში რამდენი მუსიკასაც ჩვენ გადმოვიტანთ ამ პროგრამაზე, ამ პროგრამაში ეს პროგრამა თავად შეაჯამებს ამ მუსიკებს და აჩვენებს თუ რამდენი წუთიანი იქნება ეს მუსიკა მთლიანად. ანუ რამდენი წუთიანი დისკი იქნება. აი გავაკეთოთ ხა ყველაფერს გაჩვენებთ. როგორც გითხარით, დავაჭერთ ამ ღილაკს. შემდეგ უნდა მოვნიშნოთ ის მუსიკები, რომლებიც ჩვენ გვინდა. დოდეთ. და აი როგორც გითხარით, ამ 20 წუთზე ნაკლები აქვს, აქ 15 წუთზე ნაკლები, 13 წუთიანია ეს დისკი საბოლოო ჯამში, ესე გამოვა. აქ მოვნიშნავთ. აი დრო აქ დაჩვენებს 13 წუთი და 23 წუთი. და next. ხო, აქ არის, ესე იგი რა ხდება აქ. აქ დისკი რა თქმა უნდა შედებული უნდა გქონდეს. აქედან უნდა ჩამოვწევთ ამას და ამოვიჩოთ რომელი დისკი გვინდა, ეს იქნება CD ROM-იდან თუ DVD ROM-იდან იქნება. ხოლო აქ უნდა დავწეროთ დისკს სახელი და თუ გვინდა ეს ავტორის სახელიც. ხო, აქ არის number of copies, ანუ რამდენი ეგზემპლარად გვინდა რომ ეს ჩვენ მუსიკები, რამდენი ეგზემპლარად გვინდა. ეხა და ვაჭერთ burn, ანუ ჩაწერა.
პარნა ამ შემთხვევაში ჩაწერა. დიახ და აქ არის ესე იგი ინფორმაცია აგერ პროცენტებით, ანუ რაც სწრაფით გადაიწერება და აქ არის პროცენტები და ივსება ნელ-ნელა. თუ თქვა დაპაუზება მოგვინდა რაღაც, ის დავაჭერთ, გააგზავნებთ. აი ესეთი მარტივი გაკვეთილია დღევანდელ დღეს. მომავალ გაკვეთილებში ალბათ უფრო დეტალურად აღიხსნით, უკვე სხვა რაღაცები როგორ უნდა ჩავწეროთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. იმედია ეს პროგრამა ბევრს გამოგადგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს გამოადგება ეს პროგრამა. კარგად ვწადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.